წინა ვიდეოში ჩვენ ენერგიაზე ვისაუბრეთ. ვნახეთ, რომ ენერგია ეს არის მუშაობის შესრულების უნარი და ასევე ვნახეთ, რომ ენერგია ორი სახის გვაქვს: პოტენციური ენერგია და კინეტიკური ენერგია. მოდით კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ გავიხსენოთ, რას გულისხმობს და რა არის, ვინ არიან საერთოდ ეს ენერგიები, რა განსხვავებაა მათ შორის. ენერგია ესეთი აღნიშნეთ და ერთმანეთისგან გასარჩევად პატარა ინდექსებს ვუწერთ ხოლმე ქვედა კუთხეში. ესე იგი, პოტენციური ენერგია და კინეტიკური ენერგია. მოდით ნახოთ რა განსხვავებაა მათ შორის ერთ პატარა მაგალითზე. წარმოვიდგინოთ ესეთი შემთხვევა, სახლის სახურავიდან 10 მეტრით არის 10 მეტრის დაშორებით ჩამოკიდებულია 5 კილოგრამიანი სხეული. ხო? მოდით ნახოთ რა ტიპის ენერგია აქვს ამ მომენტში მას და როგორ დავახასიათოთ ის რიცხობრივად. ხო, პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ და საერთოდ მოდი მარტივად რომ დავიმახსოვროთ, პოტენციური ენერგია დავაკავშიროთ სიტყვასთან პოტენციალი. ხო, აი ამ სხეულს ამ მომენტში, იმ მომენტში, როცა ის თოკზეა ჩამოკიდებული, აქვს პოტენციალი. ხო, ალბათ გვესმის ამ სიტყვის აზრი რაცა. აქვს პოტენციალი იმისა, რომ იმ მომენტში, როგორც კი ის აღარ იქნება თოკით დამაგრებული, აქვს პოტენციალი, რომ ამოძრავდეს დედამიწისკენ. ამ შემთხვევაში სახლის სახურავისკენ. სახლის სახურავი აქ მნიშვნელოვანი დეტალია, იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ათვლა, აი ამ სიმაღლის დათვლა ნულოვანი ზედაპირიდან და არა ყოველთვის დედამიწიდან. ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს დედამიწა ნულოვანი დონე, მაგრამ არა ყოველთვის. მაგალითად, როცა აი ეს სხეული არა დედამიწის, არამედ სახლის სახურავიდან არის რაღაც მანძილით დაშორებული, მე მაინტერესებს ეს მანძილი და არა ის მანძილი, რომელიც დედამიწის ზედაპირსა და ამ სხეულს შორის არის. ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნულოვანი დონე. ნულოვანი დონე შეიძლება იყოს აი ამ შემთხვევაში მაგიდა. ხო, მე თუ მაგიდიდან რაღაც სხეულს ავიღებ, მაშინ მაინტერესებს ზუსტად ის სიმაღლე, რაც იქნება მაგიდის ზედაპირსა და ჩემს სხეულს შორის. იმიტომ რომ როცა მას ხელს გავუშვებ, ის მაგიდაზე დაეცემა და იმ მანძილს გაივლის, რითაც თავიდან იყო დაშორებული, ხო? საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა დედამიწისგან რა მანძილით დაშორებაზეა საუბარი. ნუ მცირე მანძილებზე არ აქვს ამას მნიშვნელობა. ხო, ხედავთ აღკარად, რომ პოტენციური ენერგია დამოკიდებული არის სიმაღლეზე, ამიტომ ფორმულაში უნდა გქონდეს სიმაღლე, რომელიც A-ში დავნიშნეთ. თუ სიმაღლე არ იქნება, ანუ აი ამ მომენტში ახლა ჩემს კომპიუტერს, რომელიც მაგიდაზე დევს, არანაირი პოტენციური ენერგია არ აქვს. ხო, მას არ აქვს არაფრის პოტენციალი ამ მომენტში, ხო? ის უბრალოდ უძრავად დევს. საკმარისია ის თუნდაც 1 სანტიმეტრით ავწიოს ზემოთ ნულოვანი დონიდან, ანუ მაგიდიდან, მას გაუჩნდება პოტენციალი იმისა, რომ ამოძრავდეს თუ კი მას ხელს გავუშვებ. ასე რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩვენს ფორმულაში არის სიმაღლე. ნული სიმაღლის შემთხვევაში პოტენციური ენერგია სხეულს უბრალოდ არ აქვს. გარდა სიმაღლისა, აშკარად უნდა იყოს პოტენციური ენერგია და შემდეგში ვნახავთ, რომ კინეტიკურიც და ამ ორ ფორმულას ზუსტად ეგ აქვს საერთო, აშკარად უნდა იყოს მნიშვნელოვანი მასაც. ხო, ჩვენ შემთხვევაში 5 კილოგრამიანი სხეული თუ დაეცემა სახლის სახურავზე, სავარაუდოდ არაფერიც არ მოხდება, თუმცა წარმოვიდგინეთ, ახლა აქ დაკიდებული იყოს 5000 კილოგრამიანი, ანუ 5 ტონიანი სხეული, ხო? იგივე სიმაღლეზე ზუსტად 10 მეტრზე. შედეგი, ანუ მათ მიერ შესრულებული მუშაობა, რომელიც აისახება, თქვათ, ერთ შემთხვევაში სახლის შეიძლება დანგრევითაც, ხო? ცხადია, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს განსხვავება ზუსტად მასების განსხვავებითაა, ამიტომ ფორმულაში გვჭირდება M და A-ში, მე მგონი, ინგლისური სიტყვებიდანაც, ხო? ანუ M პრინციპში მასა ინგლისურ სიტყვასთან არაფერ შუაშია, თუმცა ეს სიმაღლე შეიძლება სიმაღლესთან დავაკავშიროთ, ხო? ხო, ანუ იმის თქმიდა, რომ რთული და სამახსოვრებელი არ უნდა იყოს და მესამე და ალბათ ფუნდამენტური მნიშვნელობის ცვლადი ამ შემთხვევაში, რომელიც ცვლადი არ არის და მუდმივი სიდიდი არის, ეს არის G. G არის გრავიტაციული აჩქარება. G რიცხვში, ანუ G-ში დევს თქვენთვის კარგად ნაცნობი დედამიწის მიზიდულობის ძალა, ანუ ძალა რიცხობრივად დევს G-ში
აი ეს სიდიდე რა სიდიდითაც, ანუ რა აჩქარებასაც ანიჭებს დედამიწა ნებისმიერ სხეულს, აბსოლუტურად ნებისმიერს, რომელიც არ უნდა აიღოთ და ხელი გაუშვათ, აი ამ კონკრეტულ აჩქარებას მიანიჭებს, რომელიც აუცილებლად უნდა დავწეროთ, აი აქ ქვემოთ დავწეროთ, თქვენც უნდა გეწეროთ სადღაც თქვენთვის, ჟ არის დაახლოებით კი არა და ხო მიახლოებით 9.8 ტოლია, თუმცა მარტივ ამოცანებში ჩვენ ჟ-ს ვწერთ როგორც 10-ს. მისი ერთეული მეტრი წამ კვადრატთან არის, ეს ნიშნავს, რომ ყოველ ერთ წამში კიდე 1 მეტრწამით ჩქარდება სხეული. ხო, თავარია რომ დაიმახსოვროთ, რომ მისი რიცხვითი მნიშვნელობა 10-ის ტოლია. ხო, აი ეს ერთი ფორმულა კინეტიკური პოტენციური ენერგიის, ხო, რაც შეეხება კინეტიკურ ენერგიას, ჩვენ წინა ვიდეოში ვნახეთ, რომ კინეტიკური ენერგია დამოკიდებულია ასევე მასაზე. კინეტიკური ენერგია უკვე მოძრაობის ენერგიაა. ანუ ჩემს სხეულს ახლა პოტენციური ენერგია კი აქვს, თან აქვს მაქსიმალური, ხო? და ამ ფორმულით დავიწყეთ უმარტივესად რამდენია ეს. თუმცა პოტენციური კინეტიკური ხო არ თქვი, პოტენციური ენერგია აქვს და კინეტიკური ენერგია ამ მომენტში არ აქვს, იმიტომ რომ ის უძრავია. ძალიან მარტივი განმარტება არის კინეტიკური ენერგიის. ის სხეული თუ არ მოძრაობს, ანუ სიჩქარე თუ ნულისგან განსხვავებული არ არის, მაშინ მას კინეტიკური ენერგია არ გააჩნია, ხო? ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ფორმულაში აუცილებლად უნდა გქონდეს v და ნახავთ, რომ v-ს კვადრატით სჭირდება, ანუ სიჩქარეზე არა პირდაპირ პროპორციულად, არამედ კვადრატულად დამოკიდებული, ანუ ცოტათი სიჩქარის გაზრდა კიდევ უფრო მეტად ზრდის კინეტიკურ ენერგიას, რაცა ეს არის მარტივი შინაარსი და ისევ მასაზეა დამოკიდებული, ხო? ანუ აღარ ჭირდება მე მგონი ბევრი ახსნა ამას. mv კვადრატი და მისი ნახევარი გჭირდება ამ თემაზე მეტად არ ვისაუბრეთ, ეს ფორმულა რატო აი აქ თქვა ორიანი და რატო კვადრატი, ხო? ამჯერად ეს საკმარისია. სადაც v არის სიჩქარე, პრინციპში რატო არ მივაწერი აქ v არის სიჩქარე და m არის მასა, ზემოთ j არის ვიცით რაც გვიწერია, m ისევ მასა და აღარ დავწერ და a-ში არის სიმაღლე. სიმაღლე ნულოვანი დონიდან, ხო, სიმაღლე. აი ესაა მოკლედ სულ, ხო? ახლა გადავიდეთ ერთ საინტერესო ამოცანაზე. ეს ფორმულები გქონდეს აქ დავიხმაროთ და დავიკითხოთ რას ვთხოვენ, რა უნდა ჩვენ. 3 ტონა მასის ქვა დედამიწის ზედაპირიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული. გამოთვალეთ მისი პოტენციური ენერგია, კინეტიკური ენერგია და კინეტიკური ენერგია მას შემდეგ რაც სხეულმა შეიძინა 10 მეტრწამი სიჩქარე. მოკლედ, პირველ რიგში როგორც ყოველთვის ვიწერთ რაც ვიცით. 3 ტონა მასა, ეს არის m, ხო? ანუ m ვიცით, რომ არის 3 ტონა. უცბად სისტემაში გადავიყვანთ და არის 3000 კილოგრამი, მას ერთეულის სისტემაში კილოგრამია და 3 ტონა რომ 3 კილოგრამია, მე მგონი არავის არ გაგვიჭირდება, ყველამ ვიცით ეს. დედამიწის ზედაპირიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული. რა ვიცით, ეს რა არის 3 კილომეტრით დაშორებული? აი აქ არის დედამიწის ზედაპირი და სადღაც აი აქ არის ეს თვითმფრინავი. ეს არის რა თქმა უნდა a-ში, ანუ სიმაღლე. სიმაღლე არის 3 კილომეტრი, რაც არის 3000 მეტრი. მე მგონი ესეც ძალიან მარტივია. თავარია იცოდეთ სისტემის ერთეულები, კილოგრამი და ამ შემთხვევაში მეტრი და უნდა ვიცოდეთ კიდევ რაღაც. ხო, ამ შემთხვევაში პრინციპში არაფერიც აღარ ვიცით. გამოთვალეთ მისი პოტენციური ენერგია. ეხლა ვეძებთ e პოტენციურს და ვეძებთ მეორე b შემთხვევაში e კინეტიკურს. კაი, ეს იყოს a შემთხვევა და ეს იყოს b შემთხვევა e კინეტიკური. ანუ g შემთხვევაზე კიდე ცალკე ვისაუბროთ. e პოტენციური რო დავითვალოთ, გვჭირდება მისი ფორმულა, რომელიც ძალიან მარტივად გამოიყურება. e პოტენციური არის მასის ჟ-ი, რომელიც მუდმივი რიცხვია, აგერ გვიწერია და სიმაღლის ნამრავლი mg-ში, კარგათაც ჟღერს და მარტივად შეიძლება დამახსოვრებო. შევიტანოთ რიცხვები. m არის 3000, ერთეულები აღარ მჭირდება. გავამრავლოთ, ჟ არის 10, 9.8, მაგრამ 10 ესე მიახლოებით უხეშად და გამრავლებული h-ზე, ანუ ისევ 3000-ზე. ეს გამოდის 3ჯერ, ანუ ჯერ რიცხვები გადავამრავლოთ და იქნება 9 და 1 0 2 0 3 4 5 6 7 0. 9-იანი და 7 0 არის
ეს 6-ია კიდევ ერთი. ეს არის 90 მილიონი, ამას ჩავწერ 9 ჯერ 10-ის რამდენი ნულიცაა, ხო? აი, ამდენი რა ენერგიის ერთეული არ დაგვავიწყდეს, ხო? რადგან ენერგია და მუშაობა ესე კავშირშია ერთმანეთთან, ენერგიის ერთეულიც არის ჯოული, ხო? მოდი ეს წავშალოთ ახლა. ანდა აღარ წავშალოთ, პრინციპში დაგვეტევა აქ. პოტენციური ენერგიაზე რო დავფიქრდეთ ახლა, რა იქნება სხეულის პოტენციური ენერგია? E პოტენციური, ეს არის mv კვადრატ ნახევარი. მოდი შევიტანოთ, რაც ვიცით. m-ი კი ბატონო 3000-ია. გავუმრავლოთ. v რა არის ჩვენი სხეულის? ესე იგი, 3 ტონა მასის ქვა დედამიწის ზედაპირიდან 3 კილომეტრითაა დაშორებულია. ანუ ამოცანაში არ წერია, მაგრამ გასაგებია, რომ ეს სხეული ამ მომენტში უძრავ მდგომარეობაშია, ხო? უნდა ეწეროს კი აკლია. და თუ უძრავ მდგომარეობაშია, მაშინ მისი სიჩქარე 0-ის ტოლია, ქვემოთ 2-იანი და 3000 რო 0-ზე გავუმრავლოთ 0-ია, 0 რო გავყოთ 2-ზე არის ისევ 0 და გასაგები იყო ისიც, ხო, თუ სხეული უძრავი იყო, მაშინ მისი კინეტიკური ენერგია 0-ის ტოლი იქნებოდა. ხო, გეს შემთხვევაში ზუსტად იმიტომ დავამატერო, კინეტიკური ენერგიაც რაღაც რიცხვითი სიდიდე გამოგვსვლოდა, ხო? ესე იგი, ესეც აღარ გვინდა. და გეს შემთხვევაში ვეძებთ კინეტიკურ ენერგიას, ანუ E კინეტიკურს იმ შემთხვევაში, როცა ამოცანის პირობაში გვემატება რომ სხეულმა შეიძინა 10 მეტრ/წამს სიჩქარე. აი, აქ გვექნება რომ კიდე v უდრის 10 მეტრ/წამს, ხო? ამ შემთხვევაში აში არაფერი აღარ გვჭირდება. აქ კითხვის ნიშანი გვინდა E კინეტიკური, ეს არის mv კვადრატ ნახევარი. შევიტანოთ ახლა. m-ი არის 3000 და არა 3, ხო? ეს შეცდომას მოგცემს, არასწორ პასუხს მოგცემს თუ 3-ს შევიტანთ, იმიტომ რომ არ არის ის სისტემაში. 3000 კილოგრამია სისტემაში. v ჩვენთან არის 10, ხო? მაგრამ ნახეთ აქ v კვადრატი გვიწერია. v კვადრატი გამოდის 10-ის კვადრატი 100 და გაყოფილი 2-ზე, ხო? ზემოთ გამოდის 3000 რო 100-ზე გავუმრავლოთ 300000, ხო? ანუ 3 ჯერ 1 3 და 5 0 და ქვევით 2. 300000 რო 2-ზე გავყოთ არის 150000 ჯოული, რაც ალბათ მეთანხმებით, რომ ძალიან დიდი ენერგიაა, თუმცა რა გასაკვირია, 3 ტონიან სხეულზე ვსაუბრობთ, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან 3000 მეტრითაა დაშორებული და ცხადია, თუ ეს სხეული ჩამოვარდება და დედამიწაზე დაეცემა, უზარმაზარი ენერგია იქნება და აი ეს უზარმაზარი ენერგია, უზარმაზარი ენერგია რაც იქნება, წინაზე გვეწერა, ხო? და ეს ენერგია რაც მივიღეთ კინეტიკური არის ამ სხეულის ენერგია, როცა ის 10 მეტრ/წამს სიჩქარით მოძრაობს და ალბათ ხვდებით, რომ ეს ენერგია მართლაც ძალიან დიდი უნდა იყოს. სულ ეს ამოკლედ, აი ამ ორი ფორმულით, აი აქ არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. აი ეს თუ აი ეს ფორმულები ვიცით და იცით, რომელი სიმბოლოთი რა აღინიშნება და თუ იცით ჯეს ნიშნულობა, რომ 10-ის ტოლია და უკეთეს შემთხვევაში თუ დაიმახსოვრებთ, რომ 9.8 არის. კარგი იქნება, მაშინ არ გაგიჭირდებათ ამ ტიპის მარტივი ამოცანების ამოხსნა ენერგიებზე.